ხორციელდება თუ არა ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ მერიაში დასაქმებულებს 2014 წლის აგვისტოდან აიძულებენ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინონ. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს მერიის თანამშრომლებმა თავად მიმართეს. დედაქალაქის მთავრობამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა. ნუცა აბაშიძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ნუცა, მოგვიყევი დეტალურად რა წერია განცხადებაში და როგორია შეფასებები? არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად მერიის მოქმედმა თანამშრომლებმა მიმართეს, როგორც ისინი აცხადებენ, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ და ამის მიზეზად სახელდება მათი პოლიტიკური შეხედულებები. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი ხაბურზანიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის დაიბარა თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა კაბინეტში, სადაც ასევე იყო მისი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დაწერილი, მას მხოლოდ ხელი უნდა მოეწერა და უარის შემდეგ მას განცხადებაზე ხელის მოწერის უარის შემდეგ მას განუცხადეს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ატესტაცია არის მოსალოდნელი და სწორედ ატესტაცია გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, არასამთავრობოები შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებენ მსგავსი ფაქტებით დაინტერესდნენ. ზეწოლის ფაქტები გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩემი დაბარება მოხდა ორჯერ. პირველად დამიბარა უფროსის პირველმა მოადგილემ და მითხრა ესეთი რაღაცა, ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვიდოდა, რადგან მე ვიყავი სხვა გუნდის წევრი და გუნდი მიდის, გუნდი მოდის და შენ უნდა დაგტოვო. რადგან ჩვენი თანამშრომლობა ერთად ვერ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, განცხადება გამზადებული იყო, უბრალოდ ხელი უნდა მომეწერა. ჩვენი თხოვნა სამართალმცავი ორგანოებისადმი ის, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოხდეს სათანადო რეაგირება და გამოძიება, ჩვენ რამდენიმე ასეთი განცხადებით უკვე მივმართეთ და იმედია, რომ უახლოეს პერიოდში გავიგებთ რა რეაგირება იქნება პროკურატურის მხრიდან ამ ტიპის ინფორმაციაზე და მეორე მხრივ მერიას ვთხოვთ, რომ აუცილებლად სათანადოდ ჩაატაროს ეს ატესტაცია და კონკურსი. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას მერიაში უკვე უპასუხეს მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა, რომელსაც უშუალოდ ადანაშაულებდნენ თანამშრომლებზე ზეწოლაში, განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მერიაში არ ხდება. არავინ თბილისის მერიაში არც პოლიტიკური, არც რაიმე ხელოვნური ნიშნით არავის არ ერჩის. მხოლოდ კვალიფიკაციის და კონკრეტული სამუშაოს შესრულება ვერ შესრულების მიხედვით ყოველთვის ამ გათავისუფლების თანამშრომლებს და მომავალშიც ასე ვაპირებთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ პირის იძულება დატოვოს თანამდებობა საკუთარი პირადი მიზეზით დასჯადია და ის სისხლის სამართლის კოდექსის 169 მუხლით ისჯება. ეს იყო ნუცა აბაშიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრობდა პირდაპირ ეთერში.